უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ყოველთვის გთხოვთ საკუთარი თავის პატივისცემის გამო, იმისთვის რომ თქვენ ცხოვრებაში ყველაფერი კარგად გამოგდიოდეთ, ყოველი ახალი დღისათვის მადლობა გადაუხადოთ ღმერთს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს. ჩვენთან ძალიან ბევრი სხვადასხვა უბედურება ხდება. ერთ წამში ადამიანი შეიძლება ინვალიდად იქცეს, ან გარდაიცვალოს, ან დაავადდეს. ყველაფერი ხდება. ან გაკოტრდეს. დამიჯერეთ. ჩემი ცხოვრების განმავლობაში 75 წელიწადში ვარ, იმდენი რამ აქვს ნანახი. უთხარით ღმერთს, უფალო მადლობა შენ იმისთვის, რომ ხარ, რომ გიყვარ ვარ, იმისთვის, რომ შენ სიყვარული ხარ და გიყვარ ვარ. და მადლიერი ვარ შენი, რომ დღეს ცოცხალი ვარ და არაფერი მტკივა. ბევრი რამ არის მნიშვნელოვანი, მაგალითად, რომ კარგი მეუღლე მყავს, შესანიშნავი შვილები, თქვენ ნამდვილად გაქვთ სათქმელი, ამაზე გაამახვილეთ ყურადღება. ამ დროს თქვენ არ უნდა ფიქრობდეთ იმაზე, ამ პერიოდში მაღაზიაში რამდენი პროდუქცია გაიყიდება, რომელიც თქვენ იქ მიიტანეთ. ყურადღება უფალზე უნდა გაამახვილოთ. ის ყველაფერს ისმენს. ხო, სწორედ ასეა. უდაბნოში ებრაელებმა ჰკითხეს ღმერთს, რა გქვია? და ის პასუხობს. დიახ, ბიბლიაში სხვადასხვა სახელია. ბოლოს კი მათ უთხრა, ყოვლის შემძლე. მისთვის შეუძლებელი არაფერია. და ამას ძალიან მალე საკუთარ ცხოვრებაში დაინახავთ. მაქვს თქვენთვის კარგი ამბავი. მათთვის ხალხის წასახალისებლად, აი დღეს დავითვალე 2000 გადარიცხვა იმ ადამიანების, ვინც მცირე თანხები გაიღო. მაგრამ ერთი უბრალო ადამიანი, საერთოდ არ ვიცი თავად როგორ ცხოვრობს, ჩანს რომ არ არის შეძლებული, არ ერთობა, ფუფუნებაში არ ცხოვრობს. დიახ, დღეს მას წერილს მივწერ. ასე რომ, თუ ადამიანმა ამ 2025 წლის განმავლობაში არანაკლებ, მოდი ასე ვთქვათ, 2 გადარიცხვა გააკეთა, მე ვუპასუხებ იურიდიული და ცხოვრებისეული ხასიათის კითხვებს. რატომ მე? პირველ რიგში იმიტომ, რომ საქართველოში კარგი იურისტები არ არიან. და ეწყინოთ, ან არა. არ არიან და მორჩა. იურისტი არ არის ადამიანი, რომელიც უბრალოდ კანონს იცნობს. თქვენ შეგიძლიათ იცოდეთ კანონი, იყიდოთ ეს ბიბლია სხვათა შორის აუცილებლად უნდა იყიდოთ კოდექსი, ან რაიმე სხვა, სადაც კანონებია გაწერილი. დაიზეპიროთ, მაგრამ ამისგან ზეკები, ანუ ისინი, ვინც ციხეში ცხედან, განსაკუთრებით უვადო მსჯავრდებულები, კოდექსს ზეპირად იცნობენ, მაგრამ ისინი პრაქტიკულად ვერც ერთ კითხვაზე სწორ პასუხს ვერ გაქცევენ, იმიტომ რომ იურისტები არ არიან. იურისტი არ არის ადამიანი, რომელმაც კანონები ზეპირად იცით. იურისტი არის ის, ვისაც მათი გამოყენება შეუძლია. მე ყოველთვის ვასწავლიდი ჩემს სტუდენტებს, რომ თქვენი ყველაზე მთავარი ღირებულება, სხვათა შორის ისინი ისეთი ვირები იყვნენ, ღმერთო, და რამდენი პარლამენტის დეპუტატის სულელი მყავს გამოშვებული. მე მათ ყოველთვის ვეუბნებოდი, თქვენ განათლება არ გჭირდებათ, თქვენ დიპლომი გჭირდებათ. მოდი როგორც პროექტორი შევეცდები, დიპლომი მოგცეთ. ოღონდ ჩემს ლექციებზე ჰაერი არ გამიფუჭოთ. თქვენ გჭირდებათ დიპლომი და იმ ადამიანების მოტყუება, ვისაც იურისპრუდენციაში არაფერი ესმით. და ამისთვის ფულის აღება. იურისტი, ადვოკატი. ადვოკატები ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში კარგი ადვოკატები აპრიორი ვერ იარსებებენ. იმიტომ რომ კარგი ადვოკატი ეს არის, საქართველოს ეს ნაკლებად ეხება, თუმცა შეგიძლიათ შემისწოროთ. ეხება. კარგი. კარგი ადვოკატი პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, რუსეთში, უკრაინაში, საქართველოში, უზბეკეთში, ყველგან არის ის, ვისაც ლამაზი პორტფელი აქვს. და იმ პორტფელში ფულია. და ის კარგია არა იმდენად კანონის ცოდნით, არამედ იმით, რამდენ ფულს გადაიტანს აკეთიქით. უპირველესად, როცა საქართველოში ჩამოვედი,
მივდიოდი მერაბიშვილი დამყვებოდა და ვფიქრობდი აი ბოლოს და ბოლოს მე რადგან სააკაშვილს კარგად ვიცნობდი და თითქოს მეგობრობდით კიდეც მან რაღაც ორდენიც კი გადმომცა და თქვენ იცით რამდენად ბევრს ვეხმარებოდი საქართველოში ამაზე ლაპარაკი არ მინდა რა თქმა უნდა მე იმედი გამიცრუდა როგორც მასში ისე იმაში თუ როგორ მართავდა საქმეებს დიახ მაგრამ ეს მერე იყო პირველ ეტაპზე ჩემი აზრით ის კარგი იყო არსი იმაში იყო რომ მეუბნებოდა ჩამოდი ჩვენთან თავისუფლებაა ხო და ჩამოვედი დავიწყე სახლის აშენება და მართლაც თავისუფლებაა ყველაფერი თითქოს მარტივად წყდება და სულ მერაბიშვილი მატარებდა თავისი მანქანით თვითონ იჯდა საჭესთან ტოიოტა იყო თუ მერსედესი მგონი ტოიოტა და პირველივე რაც ვკითხე იყო მითხარით როგორ არის თქვენთან საქმე სასამართლოებთან ის პასუხობდა რა ხდება სასამართლოებთან დაკავშირებით მე ვეუბნებოდი აბა პრეზიდენტი ხომ არის და რა მოხდება თუ ის სასამართლოში დარეკავს და მოითხოვს ვიღაცის ხოლიტყვის ჩასვით ჩერნოვეცკის ციხეში იმის გამო რომ რაღაცას არასწორად აკეთებს არასწორი ქარხანა გახსნა ან კიდევ რაღაც არასრულებს ჩემს მოთხოვნებს რა თქმა უნდა უკანონოს დიახ რადგან კანონიერ მოთხოვნებს მე ვასრულებ მან მიპასუხა რას ამბობ არასდროს ცხოვრებაში მიშა ის ყოველდღე მირეკავს და მას ყავს ღვიძლი ძმა სხვათა შორის მე მაშინ არც ვიცოდი რომ ღვიძლი ძმა ყავდა სულ მასთან ადვოკატია და ის ყოველდღე მირეკავს და მეუბნება ვანო მგონი ვანო ქვია ხო შენ იქ ჩემს ძმას ყურადღება მიაქცია რომ სასამართლოში არავის დაურეკოს არ ისარგებლოს ჩემი სახელით ისეთი სულელია მეც სულელი ვარ ადამიანებს ვენდობი შემდეგ სხვადასხვა რამ გამოაშკარავდება საქართველო განსაკუთრებით ცუდად უსმენს სხვადასხვა ფიცებს იმიტომ რომ ყველაფერზე იფიცებენ ღმერთზე მაშინ როცა წერია რომ ეს საერთოდ ბიბლიაში კი არა არამედ უფლის მცნებებშია ნათქვამი რომ ეს საშინელი ცოდვაა ღმერთზე ფიცის დადება ეს კატასტროფაა მისი დახატვაც არ შეიძლება და მით უმეტეს მისი დაფიცება იფიცებენ მშობლებს შვილებს ბებიებს დიდბებიებს გაითვალისწინეთ ეს თქვენი პირველი მტრები არიან ისინი თავს ცუდად წარმოაჩენენ იმიტომ რომ ადამიანზე როგორც საქართველოშია მიღებული მხოლოდ თავად არ უნდა ილაპარაკოს მე პატიოსანი ვარ სიკვდილიც რომ მომიწიოს არ გაგწირავ არამედ მასზე სხვა ადამიანებმა უნდა ილაპარაკონ აი ამიტომ იქნება კარგი ჩემი კონსულტაციები ცოტა ვცდები თემას მაგრამ ეს პირდაპირ უკავშირდება იმას რისი თქმაც მინდა საქმე ის არის რომ კანონის ცოდნა ჭეშმარიტ იურიდიულ განათლებასთან შედარებით არაფერია ხოლო იურისტისთვის საჭიროა მოსამართლესთან მისვლა იმ დაწყევლილ თაღლითთან არა ფულით სავსე პორტფელით არამედ იმ ცოდნით თუ როგორ უნდა აიცილო კანონი იურიდიული საქმიანობის სირთულე რა არის ამერიკაში ყველა სასამართლო წესით დაობს პრეზიდენტთან პარლამენტთან მოსამართლეებთან და მათ სასჯელს აკისრებენ მათ ეშინიათ ერთხელ როცა ამერიკაში ვიყავი კუჭი მტკიოდა ზუსტად არ მახსოვს ცოლმა წამიყვანა ჰოსპიტალში და ვხედავ ზის ექიმი საავადმყოფოს მფლობელი ძალიან ნერვიულობდა რა ხდება ფერადკანიანი ჩამოვარდა კიბიდან და ხელი აქვს მოტეხილი მოიტეხა კარგი ხდება ხოლმე ის ამბობს მიჩივლებენ $300,000 $300,000 რის გამო იმიტომ რომ კიბი არ გავწიე მაშინ მეგონა რომ ეს არასწორი იყო მაგრამ დღეს ვფიქრობ სწორია მოაშორე კიბე აფროამერიკელია თუ თეთრი მნიშვნელობა არ აქვს შავი არასწორი სიტყვა ამბობენ შავკანიანი დიახ ადამიანები არ უნდა დაზიანდნენ იმ კიბეზე რომელიც შენ უნდა მოგეშორებინა
თუ კი ასეთი ყოჩაღი ხარ, სხვადასხვა ძალიან შეძლებული ადამიანი იყო ბელარუსიიდან, პროფესორი ძალიან ჭკვიანი ქალი. კარგ რჩევებს მაძლევდა. მე სტუდენტებს ვასწავლიდი, რომ კარგი იურისტი ვალდებულია თავისი კლიენტი ისე გაატაროს, თითქოს უფსკრულის პირას მიჰყავს. ყოველთვის ამას ვასწავლიდი და საბჭოთა ხელისუფლების დროს ამის გამო არავინ მსჯიდა. თუ კანონში არსებობს აკრძალვა, უпростоრად ასე ვიტყვი, თუ კანონი რაღაცას კრძალავს, ცუდია ამას არ გააკეთებ. მაგრამ ამაზე პასუხისმგებლობა კანონში არ არის გაწერილი, არ წერია. ეს არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელია ამის გაკეთება. რადგან სწორედ ამაშია არსი. კანონის დარღვევა, თუ ეს არ არის მკვლელობა ან პედოფილია, რომლიცაც მე მეშინია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესმენისთვის, თორემ მას ბოლოს მოუღებენ. თუ ის კანონს ზედმიწევნით შეასრულებს, ხვალმე ჩაკეტავენ, იმიტომ რომ ქართველი მოსამართლეები მხოლოდ იმას ელოდებიან, როგორ გამოსცალონ, რაც შეიძლება მეტი ფული მეწარმეს. კარგია რომ ეს უკვე იციან, ევროკავშირში და იქ შემოსვლას უკრძალავენ. ეს გააკლდათ, გთამით ნაშოვნი ფულით ამოგზაურონ. მაგრამ კარგი, ამას გვერდზე გადავდებ. მე უბრალოდ გაბრაზებული ვარ სასამართლო სისტემაზე. საკუთარ თავს მივეცი პირობა, არასოდეს საქართველოში არ ვიდავო სასამართლო წესით, იმიტომ რომ ამაზე ლაპარაკი არ მინდა, ასე რომ მე უპასუხებ კითხვებს. შეძლების დაგვარად გიპასუხებთ. ასეთ პასუხებს ვერსად მიიღებთ. ფულის გარეშე, რომელიც ეს პასუხი შეიძლება მილიონი ღირდეს. კითხვები შეიძლება იყოს სრულიად საყოფაცხოვრებო ან საქმიანი. ნახოთ, მაგრამ პირველი ვთქვათ 50 კითხვა, თქვენ აბსოლუტურად არაფერი დაგიჯდებათ. ორი შემოწირულობა, რათა ვიცოდე, რომ ვმუშაობ ადამიანთან, რომელსაც სული აქვს და რომელიც არ არის უფლის მტერი, არამედ მეგობარია. ის მას ეთაყვანება და აქვს სინდისი. და მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ფონდს შესწირა თანხა. მე ფული არ მჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ მე ვესაუბრო. დღეს თქვენ ეს შესაძლებლობა გაქვთ. ზუმის საშუალებით. ღირსეულ ადამიანთან. დავაძლევ რჩევებს არა თაღლით, არამედ კეთილსინდისიერ ადამიანს. სცადეთ. თქვენ იცით ჩვენი საიტი, მოგწერეთ კითხვა და მე გიპასუხებთ. რასაც შემიძლია ვუპასუხებ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თქვენ პასუხს უპასუხებთ არა უბრალოდ იურისტს, არა უბრალოდ სამართლის დოქტორს, არა უბრალოდ უკრაინის პროკურატურის საპატიო წევრს, მისაღებად რთული წოდებაა, არა უბრალოდ უკრაინის ღირსეულ იურისტს, არა უბრალოდ არამედ ადამიანს, რომელიც 75 წელს ცოცხლობს და აქვს უზარმაზარი ცხოვრებისეული გამოცდილება, რომლის შეფასებაც ფულით შეუძლებელია. ხო, ყველანი მიყვარხართ, მოემზადეთ ახალი წლისთვის, არ დაგავიწყდეთ და ორეკოთ თქვენს მშობლებს, მით უფრო ახალ წელს ისინი ელიან თქვენ ზარს. უთხარით მათ, დედიკო, მამიკო, მე ისინი უკვე აღარ მყავს. ადრე პირველებს მათ ვერეკავდი. გილოცავ ახალ წელს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და რაც შეიძლება მეც სიყვარულს გისურვებ. ყველას წარმატებები და კიდევ ერთი, რაც დამავიწყდა მე თქვა. თუ იცით, რომ ვინმე ცუდად არის, ვინმეს რაღაც პრობლემა აქვს, დაგვირეკეთ დახმარების თხოვნა, როცა ვეღარავის თხოვთ, სირცხილი არ არის, მეც ვითხოვია. მეხმარებოდნენ სხვადასხვა რამ დამართნია, როგორც მომიყოლია თქვენთვის საბადროებით.